ახლა და თუ ვინმე იტყვის და რომ მე გელაბარკალაიაზე მეტი მესმის ავტომობილი, აი აქ დაждდეს, აი აგერ იქ თუ არ უნდა დაждობა, აი აგერ ლუკა დაუთმობს სკამს და ნებისმიერ ავტომობილზე უპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ეს მაინც დღევანდელი დღეა. მე ვამბობდი 2 წლის უკან, რომ დღეს არ არის ამის დღე. დღეს უკვე დადგა ამის დრო, ლუკა. რატომ? იმიტომ რომ ამის დამტენები აგერ არის. სახში შენს გემოზე დატენე, წადი შეყვარებული ჩაისვი, ბათუმში ზღვაზე 3 დღე იბანავე და წამოდი აქ და ჩამოხვალ ზესტაფონამდე. ზესტაფონში კიდე დატენე 40 წუთში და მოხვალ თბილისში და ძალიან მალე უკვე იქნება 10 და უფრო ნაკლებ წუთიანი დამტენების. ამაზე მუშაობენ კი არა, ეს უკვე არის. არის რაღაცა გამოიგონეს, რომ ესე რაღაცა უცებ იტენება წამებში, მაგრამ ჯერ ჩვენ საქართველოში ეს არ გვაქვს, მაგრამ მომავალში გვექნება. გიო, აი ეს ავტომობილები ერთი ესე დაათვალიერებიე მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს 72 თუ 14 ავტომობილი გუშინ ჩამოვიყვანეთ. 74 და 2 გაიყიდა გუშინ. 74-დან ერთი 60% უკვე გაყიდულია, ხო? დიახ, გაყიდული. აი უყურე როგორ არის. ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ თქვენაირი ახალგაზრდები როცა მომხმარებელს დახვდება და სწორად მიაწოდებს ინფორმაციას, გიო, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ლუკა, შენ უნდა მოემზადო ავტოქარხნის გენერალური დირექტორი უნდა გახდე. მე ბიჭებო, ლუკა, შენს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჩვენთან ძმაკაცობ, ჩვენთან ხარ, ამ პრაქტიკას იზენ და ბიჭებო, თქვენ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უყურეთ, თანამშრომელი პირდაპირ გეტყვით, აი პირდაპირ ვამბობ, რომ ხელმძღვანელი რა არის, ხელმძღვანელზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხო? დაუბანელი, დაუარცხნელი, ახალგაზრდა კომპანიაში არ უნდა შემოუშვა. თუ არა და ხელი უნდა შეუწყო, დაიბანოს, დაივარცხნოს, ჩაიცვალოს წესიერად და მოწესრიგებული უნდა მოვიდეს. შენ თუ არ ახარ მოწესრიგებული, ავტომობილს ყიდი აგერ $100,000-იან, $10,000-იან ავტომობილს ყიდი და არ ახარ მოწესრიგებული. ეს არ შეიძლება. პირველ რიგში ადამიანს უნდა დახვდე მოწესრიგებული, რომ მას უხაროდეს შენთან საუბარი. მოდი, დიდი მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადავხადო, ვინც შეიძინა ელექტრო თუ საწვავზე მომუშავე ავტომობილები ჩვენ ცენტრში და რომელიც მომავალშიც შეიძენს. აბა გისურვებთ წარმატებებს. ლუკა, ხელი დაუხმიეთ, თორე გოგოები არ დაგირეკავენ. ყველაფერს შანსი უნდა, ხო? აბა, კარგად. ლუკა, მიესალმე გოგოებს.